გამარჯობათ მეგობრებო, ყველას მოკითხვა ბედნიერება და სიხარული. ეხლა გონი საინტერესო ადგილას ვარ და მერტი იყო ჩვენთან, ეს არ დაგვავიწყდეს აუცილებლად. ესე იგი, მოვიდე ეხლა მე ლას-ვეგასში, სამართი მოვცეს და აღარ ვიცოდი სადაც ავსულიყავი, შესვლა არ შეიძლება და მე გამოვიდა დაცვის წარმომადგენელი და დამარღვევინეს მთელი წესები. ეხლა სულ საწინააღმდეგოდ მივდივარ და აღმოჩნდა ეს არის მანხეინის სავაჭრო ცენტრი, მანქანების. მანხეინი რა არის? აი ჩვენთან რო ყიდულობენ ხოლმე მანქანებს. Head east. ხორეკავენ ხოლმე. ეხლა ჩემზე კარგად გეცოდინებათ, ვინც აი მანქანებზე, ვინც ვაჭრობს, ვინც ყიდულობს. ამერიკიდან მოაქვთ ხოლმე მანქანები, აქ ბაზრობა ასე ქუჩაში ასე დილერი უნდა იყო, რომ იყიდო მანქანა და მე რაღაც პროცენტები უნდა გადაეხადო და ასე შემდეგ. ნუ ყოველ შემთხვევაში მე ეს არ ვიცი და პირველად მოვხდი ახლა ასეთ ადგილად და ეს არის ლას-ვეგასის მანხეინის ცენტრი. არ ვიცი, რაღაცა ტვირთი მომაქვს, ნუ სავარაუდოდ მანქანის ნაწილები, რომლებიც უნდა წავიღო ჰოლივუდში. მაგრამ უბრალოდ აი ეს არის რომ არ ვიცი რა მიგვაქვს. ახლა ვინც დილერები არიან და ძალიან ბევრი ქართველები არიან, ვინც ამ საქმით არიან დაკავებულები. უბრალოდ თვითონ ტრაილერებს ძღოლებსაც ხო გადააქვთ ხოლმე მანქანები. იმათაც ეცოდინებათ ეს, მაგრამ მე აი თქვენთან ერთად პირველად ვარ ახლა და მოდ ბუნებრივად და ნატურალურად გადავიღოთ ეს ყველაფერი. წესით რა ხდება არ ვიცი, მაგრამ ნუ მივიდეთ, სადაც უნდა მივიდეთ, არ ვიცი. ეთქობა ეს მანქანებს აბარებენ, ყიდიან თუ რა ვიცი. აი ამდენ ხანი ამერიკაში დავდივარ, ეს პრინციპი კი არ ვიცი. მივიდეთ ახლა. მოკლედ როგორ ვთქვათ, ეს არის სავაჭრო, ეხლა ვინმეს თუ მანქანის გაყიდვა უნდა, ასე უცბად ვერ გაყიდეს, უნდა აუქციონს დაუკავშირდეს, აუქციონში ჩააბარეს, მე ბროკერი ან დილერი ამატებს თავის ფასს და მასე ყიდიან ცალკე. აი ეს არის მთელი პრინციპი. მაგრამ აი ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ, არ ვიცი, ეხლა ამას უნდა გავიგოთ. კი მოვდივარ და მოვდივარ და ალბათ სწორად მოვედი, ვისთან მოვედი. პიკაპი გვაქვს. ფაქტია რაღაცა დასატვირთია და უნდა წავიღოთ. ოდე ხა მეგობრებო, მე ამ დაცვასთან მივარ, ალბათ დამეხმარებიან, რა ვიცი. რაღაცა მეძახს, ა? დაცვა დამეწია და მითხრა ეხლა შენო ტყუილობრო დადიხარო, წამოყრევი ჩვენთან. თორე მეც ეხლა ავირიეთ, ესე ლამაზი გოგოა ეს ზანგი გოგო, მითხრა ვერ გაიგო რა მინდო და მე ვთხარი პიკაპი მაქვს მეთქი და ო კარგია, მაშინ წამოყრევიდო და აი მივყვებით ახლა ჩვენ ამ დაცვას. ვიცი, ყველაფერს თავისი წესები აქვს. ასე ვთქვათ, ბატებივით არ ვივლით რა. ახტები მანქანაზე მოთარდეს. ნუ არ ვიცი, მეგობრებო, თქვენთან ერთად აი მეც პირველად ვარ ამ სიტუაციაში. ოპა. წამომყევიო. წამომყევ და მივიდეთ. შეიძლება რაღაცა მანქანა გამატყო, ხდება ის მანქანას ამოწმებენ. მე ხა ისე უნდა შევიდე, რომ ამოწმა. შემამჩნიო, აბა. და ჰოლივუდში მიყვარს მეგობრობა და მე რო გადავხედე ჰოლივუდში
რაღაცა ეკვიპმენტები, რაღაცა გადასაღები ეკვიპმენტები, ანუ დანადგარები სავარაუდოდ. ვიყავართ კაცო. იქიდან მოდიო. შემოდიო. მეტრო შესასვლელია და რაღაც გორგოლაჭები მიმახსოვს, რა ვიცი, რა მიმახსოვს. აგერ უნდა დავაყენო. ალბათ აქ უნდა დავაყენო და ამაზე შევა. ოვეხია ია? Just. თქვენ წამოსულათ აქ სულ სხვა მისამართია რას. უნდა გავიდი ამ ამ იქიდან. ამ გადმოვიდა და არა ეს ის მისამართი არის და აბა მეთქი მე რატომ მომეცით ეს მეთქი და. არც ნახოთ რა. This. That's from Imatola. Sabi როგორც გინდა ესე გადიო, მაგრამ თვითონაც ბოდიში მომიხადა, ისეთი ლამაზი გოგო იყო ეს. ნაქვია იმას. ის ზანგი. რავი, მე პრანჭებოდა თუ რა ვიცი, მაგრამ ეხლა თორია ჩვენ მივიდეთ იმ ჩვენ ადგილას, ჯერ გავიდეთ აქიდან. ასეც ხდება ხოლმე. ანიკა დრო შეზღუდული მაქვს, საათამდე უნდა მოვასწრო, თორე არ დაიკეტოს. გამოვედი მე თუ გამოვედი ხო აი დაცვა გაიქცა როგორც მოხვედი ესე წადი უკან და დაცვა წავიდა In 800 feet, turn right onto Auction Lane. Head southwest toward Auction Lane. ამერია ტვინი. ეხლა მოდით მეგობრებო, ცოტა ხანი დაგშოდებით. თავი ეს მისამართი ვიპოვო და Head south. ვაი, აქ სად მოვედი ხასო. ახ ეს გადაკეტილი აგზა. სვანა შეუტრია გასასვლელი აქ არ არის, ისე წნედა ვარტყად. მობით არის დაკეტილი, ტყუილა წამოვიდით აქ.
საწყობში სადაც უნდა წავიდეთ 4 საათამდე უნდა მივიდე და ახლოს არის ახლა და მოვასვოთ ერთ ადგილას დღეს დილით დავაგვიანე და ეხლა გაღიზიანებულებია იმ კომპანიაში და ეხლა ამაზეც თუ დავაგვიანე მაგრამ რა უნდა დავიკარგე და მანხეინის ბაზრობაზე ვარ აუქციონზე შესახვევ მოსახვევებში შევწდეთ ამიტომ სხვა იმიდან გავიდეთ ჩათვალეთ რომ რუსთავის ბაზრობაზე ვართ რა რუსთავის ავტომანქანების ბაზრობა In 800 feet, turn right on Dock. მარტო ჩვენ დავდივართ ამ Head northeast toward Auction Lane. Head southwest toward Auction Lane. ერთ სიტყვით მეგობრებო რა რაგირიო ტვინი ეს არის საავტომობილო სააქციო კომპანია და ამდენი მანქანა შესამოწმებელია ბოქსებია ოფისებია რაღაცეებია მაგრამ Head southwest. დავიდეთ წეცა რამდენი მანქანებია Head south. მედია გამიშვებენ ესენი რა გადაკეთილია ისე თქვა გასაყიდი მანქანებია თუ რა არის მესკია გზა გადაკეთილია ჩიპს გადამიკეტეს გზა არავინ არ არის ნახოთ ერთი გავარკვიოთ გადამიკეტეს და ჩემი ტრეილერი ჯორჯი აქ არ შეეტევა და დაცვას უთხრათ ხო აკეთილია ყველაფერი დაცვასაც წავიდა ხო მიმატოვეს იმათ მაგაზე მე დაცვასთან მივედი და ეხლა ვიგაგიღებთო კარეს ამათმა რამდენმა კაცმა მკითხა და გამოვაი რა გინდა ახლა როგორ გინდაო და ახლა ყველა სხვა რა უხსენ დაცვაზე ის იქა იქ მივედი მე აქ მოვედი ეს ამი აქ სპიდო სხვა დაცვები მოდიან ისე მოვიდნენ შენ რა კარგს დადიხარო რა მიგახო და ახლა ეს გააღებს კარეს და გაგუშვებს რა თან გადაღება გვინდა თან არ გვინდა რომ შეგმომჩნიოთ ესეთ რიარიაში ვარ და თავი ხა ჩვენ მისამარზე მივიდეთ. იმ გოგომ შემასტიდა რა. ეს
დაკეტილი აქ ახლა იმ დაცვას, ეთქვა კოდები აქ ითელი ამბავი. ეთქვა სახში წასასვლელად ემზადებოდნენ და მე შევჩით აქა. ისე ლას-ვეგასში აი ყველგან დაცვის ისა ძალიან კაცად არის რა. ნახე 1 საათი კოდი შეიყვანა, გამოიყვანა, ჯერა და ვერ გავა. პრობლემს ვერ აღებს. გასაღები სხვა აქვს. აი ეს როგორც უნდა გავამყარები. всё, გამიშვეს. No, I cannot take No, it. okay. They should have given you a vendor pass, but Okay, thank you. უცელი მოგვეცე რომ აქ შემოხვედიოდა, მეთქის. კაჟე გავიდით რა. მოდი მეგობრებო, ეხლა მე მივარ ცოტა იმ ადგილას, ცოტა ამაღერვეს ეხლა იმ ადგილას. ეხლა სხვა მისამართი მომს, ესე იგი მე შემეშალა, თუ რა ვიცი რა, ერთ სიტყვით. მივარ მეგობრებო, მე რომ მოგიყვებით, თორე ძალიან ავირიო ყინამბად. ასეთი რაღაცები ხშირად ხდება ხოლმე, ეხლა უდაბნოში ვარ, აქ მისამართების. Take the next left onto Speedway Boulevard. Okay, აი ახლა გასწორდა. zip code-ები და ისიც არ აქვს ხოლმე სწორად და აი მომენტში მოვხდით. აქედან გამომდინარე ხა ვის დავაბრუნოთ, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია რომ დაუჯერე მას. In half a mile, turn right onto North Hollywood Boulevard. Okay. Thank you. ეხლა გონი გასწორდა. ой, მე საწყალია სადაც ეს ნაგავში ეს. აი, რა მომენტია მეგობრებო, ამ ტრასიდან ხო გამოუხვია და აქ ეთყობა აკრეფილი არ აქვს მისამართები და იმიტომ აერია Google Maps-ას და ეხლა უკვე როგორც ამიხსნეს იმის მიხედვით მივდივარ რა. ეხლა მივდივარ ნახაზის მიხედვით, თან მირეკავენ სადახარო და გამომდინარე გადაღება არ გამოგდეს, მაგრამ არა უშავ, მე აგიხსნით ყველაფერს რა მოხდა. და 3:55 გვინდა რა, იქით მივიდეთ. 3:55. ეს მისამართი კი არის, მაგ კომპანია არის Polemax. გაიგე ხა სად არის Polemax-ი? ესენი ხო არ არის რა გავიგე. ეს არის გამოფენები და ივენთების ჰოლივუდში მივდივართ და ეს ხო არ არის აბა ხუთენის equipment-ები არო რაღაც საგამოფენო დარბაზის ის რაღაცის ის აი რა ავტობუსების ეს რაღაც ამისამართი ამათ ვერ კითხები, მუშებს არ იციან და იქითკენ უნდა წავიდე Polemax-ი დენისი ვართო, დენისი. აი ამ დროს იციან ხოლმე რეკვა, ვერ პოულობ მისამართ და მაინდა-მაინც ახლა რეკავენ ეს დისპეჩერი და ეს ახლა ვაგინო კაცო, ვეუნები ვეძებ და დამანებოთ თავი რა. თავია დავწმანდეთ. არა, აი აქაც ხო ხედავთ, ახლა უყურეთ. აი მე რეკითო მოგიყვებით, ხშირად ხდება ხოლმე. ახლა მისამართი მომწეს იქით, აქით გამომაგზავნეს, აქითაც სხვა მისამართია და ახლა უნდა ტიპი უნდა მოვიდეს და იმან უნდა მიპოვოს. ეხლა დავრეკე ტელეფონი და ტელეფონის მიხედვით მივყვები რა და თვითონაც არ იციან იქ მოდი, აქ მოდი რა. მეგობრებო, ეხლა მე ტელეფონი უნდა ავიღო და მე ხო ტელეფონზე იმას ერთად ვიღებ, ამიტომ ცოტა ხანში დაგიკავშირდებთ. მეთურება ეს მოვედი, ამის დედა ვატირე. ეძახი შენ ამერიკა მაგრამ. აქ როგორი მომენტია იცი მეგობრებო, ყველა მუშაობს თავის საწარმოში. და გვერდზე რომელი კომპანიებია, ვინ არიან, აზე არ არიან რა, ეს გლობალური. ყველა აკეთებს თავისად, რა ვიცი. ეხლა წარმოგიდგენთ, თქვენ მუშაობთ ერთ ადგილას და გვერდზე არ იცი ვინ მუშაობს? ხო წარმოუდგენია, აქ ასია.
125 entrance Niagara. Okay. Shevide 130. Ek shevide da mere gaviჭედო არ ვიცი რა სად 130. და მე ვიჟი შევიდე და ვერ მოვატრიალო მე $130 აგერა მაქვს უკვე მეგობრებო აი 130 აი ნომერი არის 130 ეხლა არ ვიცი იქითკენ რომ წავიდე მე ვეღარ მოვატრიალო ესე იგი შეიძლება დაურეკო ერთუცით ისე საბოლოო ჯამში ვერ გავუგეთ ვერაფერს ერთმანეთს მე ვდგავარ აქ მეთქი და გამოვაგზავნი ფორტლის ძღოლს გამოვაგზავნი იმან მითხრა და დაველოდოთ ეხლა ახტე უყურეთ აი 130 ხო არის იქიდან ნომრები მატულობს იქით. სავარაუდოდ ალბათ აქეთკენ არის 125. უბრალოდ მე მეშინია რომ აქით რო შევიდე, მე ვეღარ მოვატრიალო. ამიტომ დაველოდო და სხვა იმასთან დგახარო და როგორ დგავარ სხვა იმას? 63, 55. ასე გამოვაგზავნეს ფორტლი. всё. ის მეშინოდა და იქ ადგილი გვაქვს და ეთქვათ რა, მოდი ადგილი და всё, ოკეი. არა მეჩინოდა აქ შემოსვლის გადამა კი მაგრამ აი როგორი მოვატრიალო და მთელი ამბები აი ეს არისო ეხლა რო არის მაშინ ფეხით უნდა წამოსულიყავი მაგრამ всё უკვე მივხვდით ხო ასე კი არ ვიცი ეხლა შენიშვნები მითხარით მეგობრებო კომენტარებში ან როგორ ანაირად რამხელა ეზოს გონიათ აკე ო კიდევ მოსულიყავი ასოციაციო ყველანაირი შენიშვნებს მივიღებთ მეგობრებო ყველანაირი იმას ხო აგერ არის ოფისი და ხო აგერ არის ასოციაციო ოკეი всё მივხვდი პიტაპი დააყენე ვახო რა всё დავაყენოთ ახლა ისა აგერ კარიბით მომემზადეს აი ესე ახომე დიდი საწყობები რო არის ხომე ზოგჯერ უბრალოდ აი მისამართებს სწორი არ არის რა ჯერ კარგად დალაგებული ეგ მომენტია და მოდი ხა დავალაგო და მე უფრო წნარად აგერ მოგიყვებით ყველაფერს რა მოხდა დავალაგოთ მეთქი დავაყენოთ აი კომპანია M-Port ხა მივაყენებ ამას და მე წნარად აგიხსნით ყველაფერს დავაყენეთ ეხლა ნახოთ და აი სიწყნარე ყოველთვის აი ხო შეიძლება ავარდე ნერვებზე მაგრამ სიწყნარეზე სიმშვიდეზე ძლიერი ცხოვრებაში არაფერია რა ეს რაღაცები უნდა წავიღოთ just მოდი დავლაგდეთ ეთი რა ხდება Where is office? Confused. Sorry. Here. Thank you. რაც კარგია კარგი თან მეცინება რა ესე იგი ისე აი ხო ხედავ ბოლოს ისე ავირიე და მეთქი მარტო მე ვარ ასე მეთქი არა შენ არა ხარ პირველიო და ალბათ მოვაწესრიგებთ და მე ბოლოს ხო ნახეთ რა ხელი ჩამომართვა და ყველაფერი კარგად თავდება მოდი ახლა ცოტა მოგიყვეთ ახლა რა ხდება ეხლა მე ვიმყოფები ლას-ვეგასის ჩრდილოეთ ნაწილში რა იგულისხმობ ვიცი უდაბნოში ხსნიან სხვადასხვა აქვია იმას ნუ საწყობებს რა ბიზნესები და მთელი ამბები და ეს მისამართები და კოდები და ზიპკოდები არ არის შეყვანილი. და გამომდინარე ეს შეყვანილი რო არ არის თვითონ Google-საც უჭიეს. ხო ნახეთ ახლა თავიდან რო შევედით, თავიდან მიმიყვანა Google-მა, იქ მანქანების ის სადაც იყო აუქციონი, იქ მივედი და იმ Google-მას თქვა, ხო, სწორი მისამართიაო, მაგრამ მე რო გავარკვიეთ, რო ვირბინეთ, მე ახლა აღარ გადავიღე იქა. მითხრეს რომ ეს კომპანია აქ იყო, მაგრამ მე გადაეტანესო სხვაგანო. ხო და როგორ მივიდე მეთქი და Google Map-ი ხო აიღეს ესა ისიც არაჩვენებდა. მე გადარეკეს, გადმორეკეს და ნახაზი მომწეს. ნახაზის მიხედვით წამოვედი. მე უკვე ნახაზის მიხედვით რო წამოვედი, ხო არის ახლა ის 63-55 ის ნომერი ის იყო და
მივადექი და მე უკვე თქვენს ნახეთ რომ აქეთკენ არ მოვდიოდი, იმიტომ რომ შემეშინდა შეიძლება მანქანას არ მოვატრიალო მეთქი და მე ერთმა ბიჭმა დაამირეკა, მიხსნიდა მე ვთქვი მეშინი აქეთ მოსვლა მეთქი და მაშინო წრედ აღარ წევი იქიდან. მე დავარტყა მეთქი, ხო კაი, მე მითხრა კაიო და ის გამოაგზავნა, რა ქვია, ფორტლის ზღოლი და აი ფორტლის ზღოლმაც მომიყვანა. საერთოდ ახლა გადაღება რომ გვიჭირდა ეს ვარი აი საინტერესო სიტუაცია იყო, მაგრამ უბრალოდ რა არის, აი ეს რომ მაინც ახლა ხო ხდები დაკარგული ხარ, მე ვერ პოულობ. ამას რა უნდა? ის ხო მოვიდა ახლა და მაჩვენებს ესე იგი ესპანელია, ინგლისურიც, ინგლისური ნათარგმნი მეტყვა ცოტა უკან გაწიევ ტანდემიო რა, მანქანა და გავწევ აბრას. ხო აი ბორბლები უკან გაწიევ და It's okay? Yeah. I don't think so. Yeah, okay. I don't think so. Okay. რას ვამბობდი მეგობრებო, აი ეს მისამართების შეუსაბამობა არის, უკვე აი წამო დიდი სიუცია. ადგილებია და ასეთი პრობლემებიც არის, მაგრამ ხო, რაზე შევწყვიტე ლაპარაკი რომ შეიძლება აგიყოლიოს, ხო იცი, იქით აქით არა, უნდა გაჩერდეთ ასა. ჩემ თავზე კაკო დაწყნადი და ალბათ თქვენს შემდეგში მომოვანო მძღოლება. არა მარტო მძღოლები ვარ, არამედ ცხოვრებაში რაღაც არეული სიტუაცია ოც ჯუბე გაჩერდე და ზოგი ასეც ხო ამბებო ხო, აი რომ გაბრაზდები რაღაცა 10-მდე დაითვალე და დაწყონე და მე დაიწყე ფიქრიო რა. ასია თუ ისია. ეს თვირთი მიგვაქვს ჰოლივუდის, ჩრდილოეთ ჰოლივუდში გადავხედე, რა ვიცი თუ ჩვენ მეგობრებო ჰოლივუდში არა ვართ არა ნამყოფები და რა ვიცი ნახოთ აბა ისეთ ადგილას თუ მივედით რომ ის წარწერა იყო და ისა სამახსოვროდ გადავიღებთ და თუ არა და რა ვიცი თუ რამე საინტერესო იქნება ხო გადავიღებ და გადავიღებთ. არგით მეგობრებო დაგემშვიდობებით, აი ესეთი არეული ვიდეო გადავიღეთ, მაგრამ ჩვენ როგორ ამბობთ ესე ცხოვრება, ესეც ბუნებრივი, ნატურალური ბუნებრივი გადაღებაა. მაგრამ ბუნებრივი იქნება ნატურალური ასე შემდეგ ყველაფერი უფლის მიერ არის შექმნილი ეს სამყარო და უფალი რაც გვეუბნება სიმშვიდით რა შენი და მოეპოვეს სული შენი და ყველაფერი მოგვარდება. ეს საქმეა, ის საქმეა, დიდი საქმეა, პატარა საქმეა, ყოველთვის სიმშვიდით და სიწყნარით და ემოციების კონტროლის საშუალებით უნდა მივხედოთ ჩვენ თავს. მაგზა არ არსებობს. კარგეთ აბა მეგობრებო, რავი ნახოთ თუ საინტერესო რაღაცა შეხვდა იქითკენ ლოს-ანჯელესში, ჰოლივუდში იმედია, რა თქმა უნდა, არ გავუშვებთ ამ საშუალებას და გადავიღებთ. ყველას გისურვებთ სიხარულს, ბედნიერებას და უფალი იყოს ჩვენთან.